დღეს წითელი პარასკევია ვნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღე. მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარცმას ჯვრიდან გარდამოხსნასა და დაკრძალვას იხსენებს. სამების ტაძარში გარდამოხსნის რიტუალი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ მეუფეშიომ სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა. ჩვენ დღეს გამოვაბრძანეთ წმინდა გარდამოხსნა და ყველანი ვართ მონაწილენი ამ მოვლენის. მაგრამ აქ შეკრებილნი არიან დღეს, შეკრებილნი ვართ არა ისინი, ვინც სულ ცოტა ხნის წინ ყვიროდნენ ჯვარსაცხვი ეგე. არამედ ვინც ეუბნებით უფალს, შეგვინდე უფალო. ჩვენი გამოსწორება, შინაგანი ცვლილება მხოლოდ ღმერთს შეუძლია. ჩვენი ძალებით ვიმეორებ, ეს არ ზალგვიც. შესრულდა საგალობლები, რომლებიც იესო ქრისტეს ვნებასა და ჯვარცმას ასახავს. ასევე შესრულდა დატირება, რომელიც დავით გურამიშვილის ლექსის მიხედვით არის დაწერილი და პატრიარქ ილია მეორის კურთხევით შეიქმნა. უკვე 47 წელია უწმინდესის ლოცვა კურთხევით ამ საგალობელს ვგალობ, მოთქმა ხვითა თავბოლო ერთი. ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს უწმინდესის გარეშე გვიწევს გალობა და მე თუ მკითხავთ ქრისტეს ხომ გალობთ მის ჯვარცმას, მის ტკივილს და ამას ემატება ჩვენი დიდი ტკივილი, საქართველოს დიდი ტკივილი უწმინდესის გარეშე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ყოველთვის დიდი სიყვარულით ჩვენთან ერთად ლოცულობს. დღეს ცოტა გამიჭირდა გალობა, სიმართლე რო გითხრათ და თან ფიქრობ იქნებ მაგიტომ, რომ ჩემი უწმინდესი რომ აღარ არის ჩვენთან ერთად. წითელი პარასკევი დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღეა. ამ დღეს ტაძრებში წირვა არ აღესრულება, რადგან სახარების თანახმად ადამიანთა ცოდვებისგან გამოსახსნელად იესო ქრისტემ საკუთარი თავი მსხვერპლად შეწირა.